შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამარჯვება ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მიიღო, გერმანული პრესის მთავარი თემაა. გაზეთი ფოკუსი ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკურ გამარჯვებად აღიარებს ამ ფაქტს გაზეთი ველტი. სტატიის ავტორების თქმით, მას შემდეგ, რაც ობამას კოჭლი იხვად განიხილავდნენ, მან შეძლო ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ის არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ საქმესაც აკეთებს. ლოს-ანჯელეს თაიმზის განცხადებით, კენჭისყრა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთსულოვანი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სფეროში ცვლილებები მომხმარებელს და სადაზღვევო კომპანიებს თანაბრად შეეხება, წერს ლოს-ანჯელეს თაიმზი. ობამას დიდი გამარჯვება, მაგრამ რა ფასად? ასეთია გაზეთ ნიუ-იორკ თაიმზის სტატიის სათაური. პრეზიდენტ ობამა შეერთებული შტატების ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული სისტემის რეფორმა მოახდინა. ბარაკ ობამამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იბრძოლოს და ამ ბრძოლისათვის მან ფსონი მთელ თავის პოლიტიკურ კაპიტალზე გააკეთა. მან გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ვიწრო და მძიმე იყო, ნათქვამია სტატიაში.